გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვიყოფებით ჩვენს გადასაღებ სივრცეში, მე კი რატი ვარ და თქვენ უყურებთ რატის ბარს. დღეს გვექნება ახალი პროექტი, რომელსაც ქვია უპასუხე ან გაუძელი გამოწვევას, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და ახლა კი მგონი დროა დაუძახოთ ჩვენს სტუმრებს. ბიჭებო, შემობრძანდით თუ შეიძლება, შემობრძანდით. ახლა კი შეგიძლიათ შევბრძანდეთ გალიაში. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს 1000 ლარისთვის. თქვენ კი უნდა უპასუხოთ ბიჭებო კითხვებს. სწორი პასუხის შემთხვევაში ზემოდან ჩამოვარდება გასაღები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიჭიროთ და მოარგოთ ბოქლომს. 6 ბოქლომი არის, ამიტომ 6 ბოქლომს პირველი ვინც მოხსნის, ის იქნება თქვენ შორის გამარჯვებული. ახლა კი მეგობრებო ბიჭებს ჩავკეტავთ და შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ. ზიპო, რა ვახარ, ჩემოძმაო. ეს ხელში როგორ ვიქნები, ხან გალიაში, ხან გველებთან, რა. რა ვიცი, შენ რაღაცა დაივიწყე ეს რაღაცა ის რა ქვია, ბარის კონ დამეძახე და დალევა ჭამასმა. ბაზარი არ არის, მანდაც აუცილებლად. შენთვის მაგ საჩუქარი, იმიტომ რომ აქედან მეგობრებო, სასწაული რაღაცეები ჩამოიყრება. ვისაც ნანახი არ გაქვთ, რევაზას პრენკი აუცილებლად გადადით და უყურეთ და ეს არის მიზეზი და შედეგი, რატომაც თვალზე აი ესეთი რაღაცა ადებს, ამიტომ ზიპოზე აუცილებლად ასეთ სათვალეს გამოვიყენებთ, იმიტომ რომ აქედან ხან სითხე ჩამოისხმევა, ხან რაღაცა და ინფექცია რო არ შეგეჭრას რა. იმედია ბიჭებს პრობლემა არ აქვს, ხო ამ ყველაფერს. რაღაცა თვალი ამტკივის. ოპერაციო ვარ, ბიჭო, და სხვათა შორის ჩემს გვერდით გალიაში მყოფი ყალე დააფინანსებს. მაგ ოპერაციას. ზიპო იკეტება. ერთი სამსროგზე ვარ ნამყოფი ძმა YouTube-ს. გალია მიხდება მაგრად. გასაღებები აღარ გჭირდება. ამ მილიდან თუ ჩამოვარდება, კი დაიჭერდა. თუ ვერ დაიჭერდა, იჯექი მან. გასაღები შეიძლება ჩამოვარდეს და თუ ვერ დაბიჭირებსო, მემაზება ეგ. არა, მე კიდე ერთხელ ოღონდ იგივე გასაღებს ჩამოვაგდებ, მაგრამ სწორი პასუხი კითხვაზე გემაზება. სულ. რეზი არის ბინგო ბონგო ინფილტუ. ორა გუტანგი რო არის რეზი. დაიწყე შეშმა. და ხელს ხო შეშმა რეზი, რომელში თუ. დაიწყე. აი გეხვეწ, აი ოღონდ რა ცოცხალი არაფერი. ოჰო, კი. მორჩა მეგობრებო, უკვე ჩაკეტილები ხართ. ეხლა გეტყვით უკვე ყველაფერს. აქ შეიძლება წამოვიდეს როგორც ცოცხალი არსება, ასევე წყალი, შეიძლება ყინულები, შეიძლება დილას რო ჭამე соуსი, ეგ ნარჩენები წამოვიდეს და ასე შემდეგ. უკვე დრო არის, გადავიდეთ პირველ შეკითხვაზე. ბიჭებო, პირველი კითხვა არის შემდეგნაირი, რომელი საათი არის ახლა? რომელი საათი არის ახლა? ან მიახლოებით ვიცით ხვის? 3 სავარაუდო პასუხს გეტყვით და იქიდან რომელიც იქნება, ის არის აიცა, იქნებ ყველა სწორად ვიცნობდი. გამოიცანით ვერ და ყველასთან გასაღები ჩამო. აი, დავაი. 21 საათი და 58 წუთი, 21 საათი და 45 წუთი, 22 საათი და 03. პირველი პასუხი, მეორე პასუხი თუ მესამე პასუხი? 21-45 მე ვიზარ. მეორე. ზემოდან მილში ან წამოვა გასაღები, ან წამოვა რაღაც. ამიტომ დაელოდეთ. შეგძნება ბიჭო. ეს გასაღები აუცილებლად უნდა დაიჭიროთ. თუ შეიძლება, ბიჭებო, მოემზადეთ. დედას გაფიცებთ, პროსტა ცოცხალი არაფერი. გამოშვი. ცოცხალი არაფერი, დედას გაფიცებთ, ძმა. გავაგებინოთ ამ ხალხს სწორი პასუხი, რომელი იყო? ბიჭო გავიყიდე. ბიჭო ხوارად. ვაიმე რა ცივია შემიდეთ. ვაიმე ტრაკი. ვაიმე. მეგობრებო, ახლა არის 22:03. ამის დედა ვიცოდი რა, ვიცოდი ფოსი. ხარ შენი ბრალია. შენი ბრალი ოჩიშე. პირველ ტრაკი ბიჭო. მართლა ვიყინე. ცივა ჩემი დედა. შენი პირი მოხიდე. რა გჭირდება თუ არ გჭირდება? ორჯერ ერთნაირ პასუხებს. რა კიდე რეზი ჯვი რა ვაფშე რა კითხო ბოსკული ვიყინე. ბიჭებო, დრო არის მეორე კითხვაზე გადავინაცვლოთ. მზად ხართ? მიდი ბიჭო ხოცევა ჩემი. მიდი. კარგი. შემდეგი კითხვა შებოზო წამყვანო მალე. რა? დენაცვალე წამყვანოთ. მეორე კითხვა. რამდენი გამომწერი ყავს YouTube არხ Right Guys, რომელიც მეგობრებო აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. აღწერაში არის ლინკი, გადადით, გამოიწერეთ და ძალიან მაგარი ვიდეოები შეხვდებათ აუცილებლად. მაგის პირობას მე გაძლევთ და ახლა ბიჭებს მოусმინოთ. სავარაუდო პასუხები. 9000,
190, 9222. რომელი პასუხი არის სწორი? რომ დააფიქსიროთ. სავარაუდო, ხო? მესამე. მეორე. მესამე. ძალიან გაიყო მეგობრებო, ძალიან საინტერესო არის. ერთ-ერთთან აუცილებლად წამოვა გასაღები და ეს უკვე მომწონს, იმიტომ რომ ორი დაიჯება და ერთი კლიტე სავარაუდოდ გაიღება. ხო, აი ცოცხალი არ იყოს, ხო? გამოვანდები, გამოვანდებ, ჩემი დედა ჩემში. თუ შეიძლება გავიგოთ სწორი პასუხი რომელი არის? 3 2 1. აირა! გასაღები გამივარდა შეჭება! გასაღები გამივარდა! გასაღები მომე რა, შეჭ გამივარდა. მე გაუვარდა ეგა, ხდება? ხელები რა გაყინული მქონდა კანკალისგან გამივარდა. ნაშე გაყარა და მაგის გასაღები გაგივარდა? ჩემ გამოხვალ აწიმა ქედან ძმა. ლოგიკურად ვეღარ გამო. სო. მოდი კვატიასავი. რეზი, აჰა ეს გასაღები. მიამნა, კაი ხა ვარ მოჭოში. ყურში შემე. გინდა? ხო. გინდა გასაღები? გინდა? ობა! დროჟი მაკლია და იმენა აუფუდებია, ხო ისი წყალიო, ის ფქვილიო და იმენა. მესამე კითხვაზე გადავინაცვლოთ. შეგახსენებთ რომ ბრძოლა მიმდინარეობს 1000 ლარისთვის, ამიტომ მოინდომეთ და ყურადღებით იყავით. ასევე მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგწონთ ზოგადად ეს ჩვენი ახალი პროექტი და ვინ მოვიწვიოთ და ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამ პროექტს. ახლა კი ბიჭებო, დრო არის მესამე შეკითხვაზე გადავინაცვლოთ. ჩვენ არხზე, ანუ რატის ბარის YouTube არხზე, რომელი ვიდეო იყო ამ სამიდან, რომელმაც პირველი შეაგროვა 100,000 ნახვა. პირველი რომელმაც შეაგროვა. გაითვალისწინეთ, რომ საკმაოდ ძველი არხი არის და ადრე ბევრად რთული იყო 100,000 ნახვის შეგროვება. ნახდა არ ვიცი. ავთოიქსი და ანი ლოლაძე, ელსი და ელსი, ელსი და ელსი? კი, და წუპაკა და შაკო დემე. ელსი იყო ერთ-ერთი პირველი სტუმარი ჩვენს YouTube არხზე. თუ შეიძლება დავაფიქსიროთ მეგობრებო ნუმერაციით 3 2 1. მესამე წუპაკ დაგენძრევა რო არისო. შენ რომ სიძახ შენ თავს, ხო? ხო. პირველი. მესამე ისე სხვადასხვა. პირველი, მეორე, მესამე. ესე დაგენძრევა რო არისო ისოდე. აილანდში ჩამოგაკითხავ და იმენა ლედიბოებს თოცემინუ შენ თავს. თუ შეიძლება გავიგოთ სწორი პასუხი რომელი არის? შვილი იყო ვიდეოს ჩავშლი. აუ რაცი? შეხოა. სიტავი. ვაი მე რაცია, ბიჭო ხაში. ჩემი დედა. გამოიწერეთ არხი. სიგიჟეები გელოდებათ. გააღელსი თუ შეიძლება სწორი პასუხი იყო და პირველი ბოქლომი გაიხსნა. 9 ფეხები. აუ, ჩემი რეზის შეაყოფინეთ, ჩემი კაი. კანკალე. გამოუშვი, მალე გამოუშვი შემდეგ შეკითხვა. შემდეგი შეკითხვა არის ასეთი, ზუსტად რამდენი გამომწერი გვყავს ახლა და სავარაუდო პასუხები არის 304,544, 302,787, 303,211. სანამ პასუხს მოიფიქრებენ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ბიჭების არხები, აღწერაში იქნება და ნელ-ნელად ავიდეთ 400,000-ისკენ. ჩამოთვალე 303,000 რაღაცა რო არის, მაგას ვახი მე, ანუ რომელი არის? შენი ძახი მესამეს, ესე იგი. მესამე. მე ვიძახი 302,000. ესე იგი, შენი ძახი მეორე პასუხს, მესამე. ასეთი ამბავი გვაქვს. მოემზადეთ და ვნახოთ რა ამბავი იქნება. პასუხი. ია! 3 2 1. მაკლები მე ვიყო დედა! აგე ნახე, ცომი გავა. ბიჭო გავიყინე. ცომი გამოვიდა, ხო? დავაი დაშენა. კაი, შემდეგ შეკითხვაზე გადავინაცვლოთ. როდის დარეგისტრირდა რატის ბარის YouTube არხი? 2020 წლის 25 აგვისტოს, 2021 წლის 27 აგვისტოს, 2020 წლის 27 აგვისტოს. მაიცის მარა? სათხართ ბიჭები? აუ მაკლები დამდიან ბიჭო, ამათი დაშირი. დააფიქსირეთ თუ შეიძლება პასუხი 3 2 1. 2. 2020 წლის 27 აგვისტო. რომელია? მეორე შეძახი 2021 წლის 27 აგვისტო. ანუ თქვენი ძახით 2021 წელს, შენი ძახი 2020. აი 20 რა?
ცოტა ვიცოდი ეს შეჩება. აი ეს 21-ში თუ ვერ 21-ში ვანებებდი თავში. 3 2 1 დედას გაფიცე. უჩემ. რაღაცაება. აუ თვალი და თევზია შენ. უკიტა. ანუ ვერ გავაგზელებთ ამ გადაცემას ჩემი იმენა ვიყინებ. აქ რასური ტრიალებს? ზიპე? ო ჯიგა. გილოცავ შემოძმა. შემოგევლე რა ის 21-ში ხადო? მე რავი რა 21. 21-ში ბიჭო ვანებები. არა, ზოგადად ჩვენ ესა იუთუბერობა. პირველად YouTube არხი და სადაც ვიდეოს ვდებდით 2012 წელს გავაკეთეთ, მაგრამ არ ვჩანდით, მაგრამ ესე როგორ ჰატისბარი და იმენა რომ გამოჩდით და ასე შემდეგ. იყო 2020 წლის. არა, ეკაუნტს არ უძახით. ქონდა როდის. არა, ბიჭო, იმას ვდებდით ვიდეო გაკვეთილებს. აი ეს. ანუ რა ვიდეო? პროგრამირებებს და ასე შემდეგ. მოკლედ გილოცავ რა შემოძმა. ბიჭო. მე არო არხი გამოიწერეთ ბიჭო 50000-ზე ამნა ავიდე. გინესის რეკორდის მიხედვით რამდენ ხანში დაილია ყველაზე სწრაფად 1 ლიტრი ლუდი. მოდი თემას უხდება, იმიტომ რომ წეგა რომ გამოვიარე ისეთი ლუდის და ეგრეთ წოდებული კილკის და ეს თევზების და კონსერვების სუნი ტრიალებს მანდეთ, რომ ეს კითხვა თავისით წამოვიდა. სავარაუდო პასუხები არის 1.2 წამი, 2.1 წამი, 1.3 წამი. მაგარი მარტივი კითხვები არის. მაგის დედის გინესის რეკორდობა მო. ხანახი ცოტა ნახევა ეხა ბათუმში რო იყო, ნახევარი დალია 1 წამამდე. კაი, თუ შეიძლება რომ დააფიქსიროთ სწორი პასუხი თქვენთვის რომელი არის? პირველი, მეორე თუ მესამე? ხო, მესამე. 1.3 სიზახი. რეზი რას ფიქრობ? 1.1 ხო? 1.2. 1.2. შენ 1.2? ამასთან დაკავშირებით ასეთი ამბავი გვაქვს. მილიდან ეს ყველაფერი არ წამოვა. ასეთი ამბავი გვაქვს. თუ შეიძლება რომ გადმომიგდოთ ერთი გასაღები? ეხა გააჯვით აქედან რომ გააღებს და არ ვარ. გაიხსნა. კიდეშა გადარჩა. მე მინდა დაუძახო ჩემს სიყვარულს, ჩემს საყვარელ ადამიანს, ტასუნას. გადარჩის მომას. რო შემოვიდეს და ჩემი დედა მართა თევზიანი და ლუდიანი ვარ რა. არა. დედას გაფიცე. ტასო ხო უპროსტა ეგ ახლოს ეგ დედამული ჩემს ტერიტორიაზე. ბიჭო ენა ვა! ტასო, თუ შეიძლება ესე. ჩაატარე. არა. დედას გაფიცე. შენ მოიგე. გაწი დედას გაფიცე. თევზიანია და თევზიანი კლეუდება. მოიგო, მაგან არა. ეგ არა. ამას და შეიძლება აი თევზიანი ვარ. ჩემთან არა დედას აი მერკის სახელს. არა დედას გაფიცე. ხო გაწიე ასო. აი ეხა ბოზიში მომამდე. ამ დედა გაწიე ჩოვი დედა. სიო. დასო როგორ არ გეშინია მოაშორე მაგის დედამო მე რა ძალიან კარგია ბიჭებო წინ და წინ მიდიხართ მინდა გითხრათ წინ და წინ მიდიხართ შემდეგი კითხვა არის ასეთი რა ბრენდის მაისური მაცვია სამი სავარაუდო პასუხი არის სპორტული ბრენდი ტენისი სპორტული ბრენდი ნაიკი სპორტული ბრენდი ადიდასი 3 2 1 პასუხი რომ დაფიქსიროთ ტენისი. ნაიკი ტენისი რა არის მომას გაფიცე არა შეიძლება სწორი პასუხია მაგრამ საიდან გაგიგია ტენისი რა თქვა ბრენდი ტენისი გაგიგია ტენის კლუბ თუ რაღაც არის ეგ მაიკა ვის მაქვს მე ეს ხო კი და რავი ტნუ აწერია და მოუთან დამბრენდავი თუ არ კარგი მოვემზადოთ 3 2 1 სწორი პასუხი რო გავიგოთ თუ შეიძლება არებია ბიჭო ვაიგე აბა რა ბიჭებო გასაღები დაიჭირეთ ხელებს მიგან კალებს ვერ გავახო ხლეზე ფიქრი აი ბიჭო ეს ემოდანის როლეს ბიჭო ვიცი ხერხი მოკაჩო და ეგ გამოგაყოფილებ თავი შემდეგ შეკითხვაზე ისევ და ისევ ჩემ ტასუნას უნდა დაუძახოთ თუ შეიძლება რომ შემობრძანდე
ყველაფრის გარეშე მოვედი. ასო, აქ გაქვს გველის თავი. ასეთი ამბავი გვაქვს, დაგისვამთ კითხვას, სამ სავარაუდო პასუხსაც გეტყვით და უნდა გასცეთ პასუხი. თუ შეიძლება რომ დასვათ შეკითხვა. აი რაღაცა უტასით ყველა შემოვიდა. რაზე შეიძლება გაბრეწეს გოგო ყველაზე უცებ? პირველი, უპასუხო მესიჯზე, დაგვიანებაზე, სხვა გოგოს ლაიქზე. ყველაფერზე შეიძლება გააჩინე გოგოს. დაგვიანებაზე, უპასუხო მესიჯზე, დაგვიანებაზე, სად დაგვიანებაზე. ეს არის სამი სავარაუდო. სამი სავარაუდო პასუხი და თუ შეიძლება მე ხო ვიტყვი ერთ პასუხს. ყველა თქვით სხვადასხვა პასუხები. გითხო დამიჯერე პროსტა, რა. ერთდროულად უნდა თქვათ, ამიტომ ეს ვერ დაემთხვა. სხვადასხვა. სამი! მე ვიცახი მე სამი, შენ თქვი მეორე, შენ თქვი პირველი. სამი! პირველი ესებს უცა. სავარაუდო პასუხი რომ მე სამი. მეორე. მაგრამ ყველაფერზე შეუძლია სწორი პასუხი თქვა. რომელი არის სწორი პასუხი? პირადად მე ვბრაზდები დაგვიანებაზე. იმიტომ რომ რატი აგვიანებს ყველგან და აი პირველივე დღიდან ეგ პირველივე დღიდან აგვიანებ. მაგრამ მაგრამ მე აქ მოვედი თქვენს დასახმარებლად და ამიტომ სწორი პასუხი რო ჩამოვაგდოთ. ეგ არა მაგრამ თუ შეიძლება თუ ხელი შეუშვირეთ ბიჭებო შემიდე და დაელოდეთ სწორ პასუხს. 3 2 ხოცხალი არა. 1 აბარა! დასუნამ ყველა თქვენგანს გამოუგზავნა გასაღები. მადლობა! მადლობ, დაუსა. მეგობრებო, ერთ პატარა ინფორმაციას გეტყვით კიდევ. აღულტა. ვინც არ იცით, დასუნამ გახსნა სილამაზის სალონი. ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ასე გადანაწილდა რა. ბიჭები ზიპლაინში და გოგოები დასუნას. გოგონები გლოვი რუმში დასუნასთან. მისამართი. ქერჩის 24 გლდანში და მერაბ ალექსიძის პირველი! მერაბ ალექსიძის პირველი ნომერი ზიპლაინი. ამიტომ მეგობრებო, სილამაზის სფეროში გოგონა ხართ თუ, ბიჭი ხართ თუ, ქალბატონი ხართ თუ, მამაკაცი ხართ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაიკეთოთ ნებისმიერ რაღაც. ან ზიპლაინში, ან გლოვი რუმში. დასუნა, მადლობა დიდი. საღო, ტასო. წარმატებები. მადლობა ურმეს. ბიჭებო, შემდეგი კითხვა კი არის შემდეგნაირი. რომელი არის ჩემი საყვარელი საჭმელი? ასეთი ამბავი გვაქვს. სავარაუდო პასუხები არის ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური. ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური, ნახე რა. აი რანაირ ბარი კითხვა. ეს არის მეგასრული ხაჭაპური ხო რა შუაშია. მაგრამ აი ხაჭაპური იქნება ამის საყვარელი საჭმელი. რომელი ხაჭაპური? დაითვალე და უიტყვით ყველა ერთიანად. 3 2 1 პასუხი მე. მწვადი. მაგის დედასაჭმელი ხინკალი კარჩი. ზინკიდი. რა დაიძაბა? რა ბიჭო არ არსებობს. მწვადი? ნანახი არ მაქვს რომ შენ მწვადი წავი. ბიჭო, ყველაზე მაგრად ევასება ხორცი, სტეიკი და რაღაც მწვადი და რამე და ნევა და ბარი და რამე და ხინკალზე მეტა? ხინკალი მიყვარს ძალიან მაგრამ. მწვადი? მაგრამ და მწვადი? მწვადიც მიყვარს ძალიან მაგრამ. ამ ორ შორის ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ რა. ეხლა რასაც შევჭამდი, ასე მივიღე გადაწყვეტილება. ეხლა რომ დავიდო. ეხლა უეჭველი ხინკლის ამინდია. 3 2 დაშენი მაიწყნა ეგ და ავიჭერი ყველაზე სულხამეს უნდა რაღაცის. თუ იქ არ დაждები და ხელს ესე არ შეუშვერ და არ დაელოდები ამ ყველაფერს, თუ აცდება ის რაც უნდა წამოვიდეს, აუცილებლად პირობას გაძლევ აქეთ მხრიდან 2 მაქს. მე თვითონ შემოგასხავან შემოგიყრი. ეხა შეცურს ეხა მწვადი მოუნდა ეს ხინკალი. 3 2 1 ხიდაშ ჩემიდე აუ კვერცხი ხიდაშას ყველაფერი იყო დასჭა, იმიტომ რომ 1-20 წუთია გეუნებით დაჯექი ნორმალურად თქო, ამიტომ ასეთი ამბებიც ხდება. მაგრამ გასაღები დაიჭირეთ ბიჭებო? ხიდაშ. ვერ და რანაირად დაუჭირე რა გასაღები და ხიდაშ, შენი გასაღებიც ჩამოვარდა ჩემო ძმაო. რადგან დაისაჯა, გავუღოთ ხო? კი. რა სიტყვით ბიჭებო, გავუღოთ? გავუღოთ. აი, ატი რა შეყლეო მაგარი ადამიანი. ბიჭო, ეს გასაღები არ მოხსენი წეღან? არ ქონდა მოხსნილი, და პროტე შეყობილი იყო. ეს არ იყო მოხსნილი. მეგობრებო, წეღან რეზიმ ელსიმ ისეთი ადამიანობა გამოიჩინა, ხიდაშას რომ დაუვარდა გასაღები, მიეცითო აუცილებლადო და ეს იმდენად გულზე მომხვდა, რომ ის წეღან რო გასაღები დაუვარდა და გადავაგდე, აგასაღებს უბრუნებ და ერთს უხსნი, რაც ეკუთვნოდა. 2 დაგრჩა შენ, 2 ზიპერას და 3 ხიდაშას. შანსები სულ ყველას გაქვს ბიჭებო. დავაგზავნოთ სწრაფად რა. დაიძაბა მეგობრებო, დაიძაბა. შეგახსენებთ რომ 1000 ლარისთვის მიმდინარეობს ზოლა, ამიტომ მეგობრებო,
გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაგვიფიქსირეთ თქვენი აზრი, თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები. აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ 300,000 გამომწერს გადავწდით და ძალიან მაგარი სპეშალ ეპიზოდი მოდის, სადაც პირდაპირ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას, ამიტომ აღწერაში იქნება ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ მული შეავსოთ და მიიღოთ მონაწილეობა რენდომაიზერის პრინციპით, აირჩევით და მიიღებთ ძალიან დიდ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობას. ძალიან მალე დაიდება Right Guys-ის YouTube არხზე ძალიან მაგარი ვიდეო და ამიტომ დაელოდეთ, გადადით არხი, გამოიწერეთ და ზარის ღილაკიც გააქტიურეთ, იმიტომ რომ notification-ი მოგივიდეთ, როდესაც ვიდეო დაიდება და გაუჯექით. დანარჩენს არ დაგასპოილერებთ, მაგრამ ძალიან დიდი ამბები არის. ბიჭებო, შემდეგი შეკითხვა არის ასეთი. ისევ გადავინაცვლოთ გინესის რეკორდები. გინესის რეკორდი ვინც მოიგონა მაგის დედა ჩევეჩი. და მეგობრებო, ჩემი ახით უარ გამოიწერეთ თქვენ გული არ ქონია. 50,000 ავიდეთ ერთად. თქვენი აზრით, ცოტნეს ჩვენ ძმა და მეგობარს რამდენი ხინკალი უჭამია 1-2 საათის ინტერვალში? სავარაუდო პასუხები არის 28, 35, 39. მეგობრებო, თქვენ რამდენ ხინკალს ჭამთ, დაწერეთ კომენტარებში აუცილებლად და თუ შეგიძლიათ რომ ცოტნე შეეჯიბროთ, იმიტომ რომ გამომწერებში აუცილებლად ვაპირებთ ჭამასმის აუქციონის გადაღებასაც და ამიტომ ცოტა ძლიერი ჭამელი და ჭამასმის მოყვარული ხალხი გვჭირდება. ბიჭებო, თუ შეიძლება რომ დავაფიქსიროთ სწორი პასუხი, რომელი არის თქვენი აზრით. 3, 2, 1. პირველი, მეორე თუ მესამე? ეს დაიწყება, იქ დაიწყო რა. ნახე, როგორი იმაშევია. 28, 35 თუ 39? 28. 25. კაი, ანდაბა. 3, 2, 1. აუ, დიდი მეშინა. გასაღები ხიტა! ვაიმე, რა დაიძაბა? ზაღლი საჭმელი და Come on, baby. პატარა გადასწრება მოხდა, ზიპერას 2 ბოქლომი დარჩა, ელსის 1 და ხიდეჩასაც 2 ბოქლომი. ამიტომ ძალიან დაიძაბა მეგობრებო და ამასობაში თან ნელ-ნელა მგონი უნდა გართულდეს. შემდეგი კითხვა, ეკრანზე. 1 ბანანი ყველაზე ლესი რამდენ სწრაფად ხანში გაიკეთებს ტრაში, დაწერეთ კომენტარებში. რამდენ ხანში უჭამიათ? ყველაზე სწრაფად. 3 წამში, 4 წამში თუ 5 წამში? უჭამიათ როგორ პირში ჩაუდიათ ბოლომდე ბანანი. ბოლომდე შეჭამეს, ხო? გადაყნაყვა? და ბიჭებო სამთვლაზე მაჩვენეთ ხელით, იმიტომ რომ ძალიან დაიძაბა და პატარა შეცდომასაც კი არ გაპატიებ. ზიპერ მე ვიყო, ვიცი, მიდი. ხელი გაამზადეთ. 3, ცი ხელით უნდა მანახო. 2, 1. 3 წამი. შენ 5 წამს იძახი, შენ 3 წამს იძახი, შენ 3 წამს. ხო და მეგობრებო, თუ შეიძლება მოემზადეთ და გავიგოთ სწორი პასუხი, რომელი არის და ვინ დაიმსახურებს გასაღებს და ვინ სასჯელს. ნახოთ. მიდი! ჩემი რა! გასაღები საჭამი! ვაიმე! და რა შეეხება? აუ ჩემ. აუ. ეს ყველაფერი ხიდაშას თავზე ალბათ იმის გამო მოხდა, რომ მთელი თამაშერი აქეთ იქ დარბის და ნორმალურად არ თამაშობს, ხო ალბათ, ხო? და მეგობრებო, გაიმარჯვა ელსი! გამოდირევას! გილოცავ, ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან რომ იყავით. მადლობა დიდი რომ მოგვრჩა. რეზის აუცილებლად გულები გაუსპამოთ და გადაეცემა 1000 ლარი და ასევე როგორც იცით, ჩვენს დიდ პროექტებში და ახალ პროექტებში ყოველთვის ვასაჩუქრებთ ასევე 20,000 ლარისთვის ფინალის საგზურის ბილეთით. ამიტომ ეგ ბილეთი რა თქმა უნდა ჩვენს რევაზის გადაეცემა. მადლობა და ხიდეში. მოწოვა. გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არა და შემდეგ ვიდეომდე დროებით! დააფასეთ და 50,000 გამოწერს ამიყვანეთ და გამოიწევით, არ გამოიწეროთ გული არ გაქვს.